ვინ არის სინამდვილეში ეს Eagle Hills-ი. მას ასე ტოპ 5 სკანდალი, რომელიც Eagle Hills-ს უკავშირდება. მდებარეობა მონტენეგრო, ქალაქი ულცინი, პროექტის სამიზნე, მრავალკილომეტრიანი დიდი სანაპირო. ეს არ არის უბრალოდ ქვიშის ზოლი, ეს ულცინის მთავარი ეკონომიკური და სოციალური გულია, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სანაპირო. ეს დაახლოებით იგივეა ვიღაცამ რომ გადაწყვიტოს მთლიანად ბათუმის ბულვარი, ურეკის მაგნიტური ქვიშები და კვარიათის სანაპირო ერთად აიღოს 20 წლიან იჯარაში. ამ კაცის გეგმა იყო ამ საზოგადოებრივი სივრცის ელიტურ, კერძო კურორტად გადაქცევა. რა თქმა უნდა, გაუმჭვირვალე საიჯარო პროცედურებით. ეს ხო მათი საფირმო ხელწერაა. ეს არის ზუსტად ის მოდელი, რასაც ჩვენთან აკეთებენ. ეს არის იმ კომერციული საიდუმლოების ბიძაშვილი, რომლითაც კობახიძე ახლა თვალებში ნაცარს გვაღლის. რა თქმა უნდა, კომპანია Eagle Hills-ის გეგმა ულცინში ითვალისწინებდა ადგილობრივი ბიზნესების განდევნას. ყველა ის პატარა კაფე, ოჯახური სასტუმრო და შეზლონგების გამქირავებელი, ვინც 10 წლეულებია იქ მუშაობს, ყველა უნდა წასულიყო. მაგრამ აქ მოხდა ის, რასაც Eagle Hills-ი როგორც ჩანს არ ელოდა. ადგილობრივი მოსახლეობა გაბრაზდა და გამოვიდნენ აქციებზე ლოზუნგებით. ულცინი არ იყიდება და ხელები შორს პლაჟისგან. ამ საზოგადოებრივი წნეხის შედეგად კომპანია იძულებული გახდა ნაწილობრივ უკან დაეხია და 7 საიჯარო ხელშეკრულებიდან გავიდა. და აი აქ არის ყველაზე ქოცური მომენტი ამ ისტორიაში. მას შემდეგ, რაც პროტესტი ცოტა მიწყნარდა, მონტენეგროს მთავრობამ მაინც მოახდინა საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება Eagle Hills-თან. ანუ სქემა ყველგან ერთია. კომპანია მოდის აგრესიული გეგმით, ხალხი აპროტესტებს, კომპანია დროებით იხევს უკან, შემდეგ კი საქმეში ერთვება ადგილობრივი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც თავისი ხალხის ზურგს უკან მაინც აფორმებს ამ გარიგებას. ინდოეთი. მოჩვენებების პროექტი. 2024 წლის ანგარიშების მიხედვით ალაბარს ინდოეთის ცენტრალური ანტიკრიმინალური ოფისი ეძებს მოჩვენებითი პროექტის გამო. სქემა მარტივია. შენაცხადებ გრანდიოზულ მშენებლობას, ხატავ ლამაზ სურათებს, იწყებ ბინების გაყიდვას და შემდეგ უბრალოდ უსასრულოდ აჭიანურებ. კომპანიამ პროექტი Palm Gardens-ი ინდოეთში 2010 წელს დაიწყო და ხალხს ბინები 2015 წელს უნდა ჩაებარებინა. კომპანიამ აიღო ფული, გადაამისამართა სხვა მიზნებისთვის. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ფული გააქრო. გამოიწვია პროექტის უსასრულო გადავადება და რაც მთავარია, თავიდანვე ატყუებდა ხალხს და მშენებლობას ისე ყიდდა, რომ საჭირო ნებართვებიც კი არ ჰქონდა. ალბანეთი, ანუ სახელმწიფო წილშია. ალბანეთში Eagle Hills-მა თავისი მოდელი სრულყოფილებამდე აიყვანა. აქ ჩვენ ხედავთ თუ როგორ ხდება არა უბრალოდ ბიზნესის კეთება, არამედ მთელი სახელმწიფოს კორუმპირება და პარტნიორად გადაქცევა. პროექტის ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარის დურესის იახტ-კლუბი. აი ამ ფოტოზე მუჰამად ალაბარი უმასპინძლდება ალბანეთის მთავრობის წევრებს, მათ შორის ვიცე-პრემიერ არბან აჰმეტაის. ეს ვახშამი ალბანეთში უდიდესი სკანდალის მიზეზი გახდა. რა იყო ამ ვახშმის ფასი? რა მიიღო ალაბარმა? ალბანეთის მთავრობამ მას უსასყიდლოდ გადასცა 91 ჰექტარი საჯარო მიწა. დურესის პორტის სტრატეგიული ტერიტორია. კომპანია სრულად გაათავისუფლეს ინფრასტრუქტურის გადასახადისგან და სოციალური საცხოვრებლის მშენებლობის მოსაკრებლისგან. სანაცვლოდ კი ალბანეთის სახელმწიფომ ჩაიწერა 33%-იანი წილი. ზუსტად ის სქემა, რასაც ჩვენ გვთავაზობს ახლა კობახიძე მეგობრებო. ამ 33%-იანი წილის მიღებით სახელმწიფო ავტომატურად გადაიქცა მის ლობისტად. ამიერიდან სახელმწიფოს ფინანსურად აწყობს, რომ ეს პროექტი ნებისმიერ ფასად განხორციელდეს. ამიტომ, როცა ალბანეთში ოპოზიციამ ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლომ რა თქმა უნდა ალაბარის პროექტს მხარი დაუჭირა. როცა ოპოზიციამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მოითხოვა, მმართველმა პარტიამ უარი თქვა. და იცით რა დაემართა იმ კაცს, ვინც ამ ვახშამს ესწრებოდა და ამ გარიგებას ხელი მოაწერა? ალბანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არბენ აჰმეტაი ამჟამად მიმალვაშია და მასზე ალბანეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ძებნა გამოაცხადა კორუფციის, ფულის გათეთრებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ინდოეთი. ორმაგი გაყიდვების სკანდალი. სქემა დაახლოებით ასეთია. კომპანიამ ააშენა და გაყიდა 1670 ვილა. ხალხმა რა თქმა უნდა გადაიხადა სრული თანხა. შევიდნენ ვილებში და აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთები საერთოდ სხვა ხალხს ეკუთვნის. ანუ კომპანია ყიდდა აქტივს, რომელიც არ ეკუთვნოდა. სერბეთი. პროექტის სახელწოდება Belgrade Waterfront.
Eagle Hills-ის პროექტი ეწინააღმდეგებოდა ბელგრადის ურბანულ გეგმას და კანონმდებლობა საჯარო საერთაშორისო ტენდერს ითხოვდა. 2015 წელს მათ მიიღეს სპეციალური კანონი, რომელმაც ეს პროექტი ეროვნული მნიშვნელობის პროექტად გამოაცხადა. გააუქმა ყველა არსებული კანონი, რომელიც მას ხელს უშლიდა. ეს იყო იურიდიული ჩარჩოს შექმნა წინასწარ შერჩეული ერთადერთი ინვესტორისთვის. მაგრამ ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა. პროექტის ტერიტორიაზე იყო ძველი უბანი, სავამალა, სადაც ხალხი ცხოვრობდა და კერძო ბიზნესები მუშაობდა. 2016 წლის 24 აპრილის ღამეს მოხდა ის, რასაც სერბები დღემდე ტერორის ღამეს ეძახიან. ათობით ნიღბიანმა პირმა, რომლებიც ბეისბოლის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი და მართავდნენ ნომრების გარეშე მანქანებსა და ბულდოზერებს, დაიკავეს სავამალას რაიონი. რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი უკანონოდ ანგრევდნენ ათობით კერძო შენობას. თვითმხილველების თქმით, ნიღბიანი პირები მათ ემუქრებოდნენ, ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს და აკავებდნენ. შეშინებულმა მოქალაქეებმა არაერთხელ დარეკეს პოლიციაში. თუმცა პოლიციას ჰქონდა ბრძანება, არ ჩარებულიყო. ეს იყო სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ძალადობრივი აქტი, რომლის მიზანი იყო პროექტისთვის ტერიტორიის იძულებით გასუფთავება. მოგვიანებით პრეზიდენტმა ვუჩიჩმა აღიარა, რომ გრევის უკან ბელგრადის უმაღლესი თანამდებობის პირები იდგნენ. ამ ტერორს მსხვერპლიც მოჰყვა. 58 წლის სლობოდან ტანასკოვიჩი, ღამის მთავარი მოწმე, მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბევრს ჯერა, რომ მთავარი მოწმე უბრალოდ გააჩუმეს. აი ეს არის Eagle Hills-ის წარმატების ნამდვილი ფასი. ეს არის კომპანია, რომლის ბიზნეს მოდელიც გულისხმობს სახელმწიფოს გამოყენებას ძალადობის აღსრულების საკითხებს. აი ეს არის მუჰამად ალაბარი და Eagle Hills. მან საქართველოს აღმოაჩინა როგორც გაუბედურებული აქტივი. შეიძლება შეამჩნიეთ, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენ სიაში მოხვდა, სერბეთს, ალბანეთს, ინდოეთს, მონტენეგროს, ერთი რამ აერთიანებს. სისტემური კორუფცია. Eagle Hills-ი არ მიდის გერმანიაში, შვედეთში ან დანიაში. რატომ? იმიტომ რომ იქ კანონი მუშაობს. იქ აქტივები ჯანმრთელია და იქაური მენეჯმენტი არ არის კორუმპირებული. იქ ბერლინის ცენტრში ტერორის ღამის მოწყობას ვერავის შეუკვეთავ. ეს კომპანია არის მტაცებელი, რომელიც ეძებს დასუსტებულ მსხვერპლს. ის ეძებს დემოკრატიულად დასუსტებულ ქვეყნებს, კორუფციით გამოფიტულ მთავრობებს და შემდეგ ის ამ ქვეყნის კანონებს, რესურსებს და მომავალს სისხლივით წოვს. ის, რაც სერბეთში მოხდა, არ იყო გამონაკლისი. ეს იყო გეგმა. ის, რაც ალბანეთში მოხდა, არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო მოდელი. და ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ამ მოდელის იდეალური გამეორება. ირაკლი კობახიძე კი ამ სქემაში არის არა ქვეყნის ლიდერი, არამედ უბრალოდ ადგილობრივი მენეჯერი, რომელიც ამ მტაცებელს სახლის კარს უღებს და ეხმარება ყველაზე მსუყე ნაჭრამდე მიაღწიოს.